ამერიკის წარმომადგენელთა პალატის ანგარიში ევროკომისია დიდი ოდენობით ჯარიმების მუხარას იყენებდა, რათა ეიძულებინა ისეთი კომპანიები, როგორიცაა YouTube, TikTok და Twitter, წაეშალათ ისეთი კონტენტი, რომელიც არ არის უკანონო, თუმცა აკრიტიკებს ევროკავშირის პოლიტიკას და მიგრაციის საკითხებს. ახლა წარმოიდგინეთ რა. ესე იგი, ჩვენზე აქვს პრეტენზია, ხო? ერთის დამისახელეთ, აი რა, რომელიც იგრძალა დღეს საქართველოში. ან YouTube, ან Twitter, ან რა ვიცი, ნებისმიერი რა. ან Facebook, რაც პრინციპში ყველგან იგრძალება და რუსეთში იგრძალება, იმაში, რა ვიცი, ჩრდილოეთ კორეაში და იმაში ქვეყნებს აღარ ჩამოვთვლი რა, ძალიან ბევრ ქვეყანაში იგრძალება, უკრაინაში ძალიან ბევრი იგრძალება. მით უმეტეს კომენტარებით საქართველოზე გაქვთ პრეტენზია? საქართველოზე გაქვთ პრეტენზია, რომ საერთოდ არაფერი არ იგრძალება? და გამობმული გაქვთ ენა იმასავით, რა ქვია, ყველაფერს რასაც გინდა, რაც მოგაფიქრდებათ თუ არ მოგაფიქრდებათ, ყველაფერს იძახით და ეს არის რეჟიმი? აბა ის რაღა არის რუსეთში რაც ხდება? აღარაფერი რო აღარ არსებობს, არც Twitter-ი, არც Facebook-ი, არც YouTube-ი და არაფერი, ადნაკლასნიკებში რო დაბრუნდნენ. რა არის მაშინ ეს? და თურქმენეთი და რა ვიცი, გინდა აზერბაიჯანში და ყველგან აკრძალვებია რა. ის რაც არ აწყობთ, იგრძალება და ჩვენთან არაფერი არ იგრძალება. ეს არის დემოკრატიის უკუსლა? აი, ილაპარაკეთ და იფიქრეთ ეგრე, მაგრამ ხალხს ვერ მოატყუებთ რა. ვერანაირად ვერ მოატყუებთ ხალხს, რა ტყუილებიც არ უნდა მოიგონოთ რა. გავლილი ეტაპია ჩვენთვის ეს ამბავი. კაი, კითხე მეორე ის გაუშვით კიდევ. ესე იგი, ევროკავშირი ჩაერია არჩევნებში და არ დაუშვა თავისუფალი კენჭისყრა სლოვაკეთში 2023 წელს, ნიდერლანდებში 2025 წელს, 2003 და 2025 წელს, საფრანგეთში, რუმინეთში, მოლდოვაში, ირლანდიაში, წარმოიდგინეთ რა. ესე იგი, ჩვენთან ხო ჩაერია და ჩაერია ხა, მაგრამ აღარ დავიწყებ ამაზე ლაპარაკს და როდემდე უნდა გაგრძელებულიყო ეს? აი თქვენ როგორ ფიქრობთ და როდემდე უნდა გაგრძელდეს კიდე რაღაც კონკრეტულ ქვეყნებში ჩარევა, ვინც ამის რაღაცნაირად საშუალებას აძლევს, ხო? ევროპის ქვეყნები მაქვს მხედველობაში და აი მოლდოვა და ეგეთი ქვეყნები რა. სადაც ერევიან რა, რუმინეთში აგერეთ მილიონი. აი როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეს რა? როდემდე შეიძლება გინდაც ევროპელ ხალხს და გინდაც საქართველოში ხალხს, თქვენ როგორც გინდათ, წართმეული კონდეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ყველაზე ესეთი უფლება, რომელიც ადამიანს აქვს. ხო, არჩევანის უფლება არ არის ყველაზე მთავარი უფლება, სიცოცხლის უფლება არის და არჩევანის უფლება. ეს ყველაზე უფრო ძირითადი ორი უფლება რა, სადაც პირდაპირ ერევიან. და რატო გინდათ რომ ეს დაგვარწმუნოთ რომ კარგია რომ ეს ერევიან? ანუ ჩვენთან არ არის კარგი ისა ჩვენთან ისეთი რა ქვია გავაკეთეთ რომ ხმის მიცემა და თვითონაც რომ იძახდე რომ ეს არჩევნები არ შანსი არის რომ გაყალბდეს და გამოდიოდა მაშინდელი ქალბატონი პრეზიდენტი ზურაბიშვილი და გვარამია და იძახდნენ რომ აი ეხლა უკვე შანსი აღარ არის რომ გაყალბდეს არჩევნები და არჩევნები იყო და მესამე დღეს გამოვარდნენ და გაყალბდაო იძახიან ისევ რა. მე ვიცი.